აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის წარმატებული სპორტსმენების სპორტის სხვადასხვა სახეობაში 2024 წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონების დაჯილდოება გაიმართა. აფხაზეთის წარმატებულ სპორტსმენებს სამინისტროს საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მურგოშიამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ჯინჯარაძემ გადასცეს. მინისტრმა სპორტსმენებს ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ქვეყნის სახელით მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა და მორიგი გამარჯვებები უსურვა. ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები და აფხაზეთის სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავაჯილდოვეთ ჩვენი აფხაზეთელი ჩემპიონები და არა მხოლოდ აფხაზეთელი, ასევე აფხაზეთის სახელით მოსპარეზე ერთი წარმომადგენელი ანასტასია, რომელიც მაგიდის ჩოგბურთში გახდა ჩემპიონი. დაჯილდოებულ სპორტსმენებში იყვნენ გამორჩეული სპორტსმენები, პარაოლიმპიელები და ასევე ლეგენდარული ლუკა კურდანიძე. დიდი პატივია მათი დაჯილდოვება და მომავალში აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი ჩემპიონების მხარდაჭერა. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა უთხრა ძალიანად დაფასებისთვის სამინისტროს, მინდა ახალ გუნდს წარმატება უსურვო, იმიტომ რომ თითოეული ჩვენთაგანი სადაც არ უნდა ვიყოთ, ვემსახურებით იმ აზრს, რომ აფხაზეთში ერთად ძლიერად უნდა დავბრუნდეთ. თუ დღეს ჩვენ ერთად შევიკრიბეთ, ეს არის ის ძალა, რომელსაც ჩვენ ერთი მეორის ვუზიარებთ. იმიტომ რომ საერთაშორისო არენაზე, როდესაც საქართველოს დრო შეიწევა და წარმომადგენელი ხარ აფხაზეთის, ესე იგი იქ დედა საქართველო არის ერთიანი. მნიშვნელოვანი არის მთავრობის ჩართულობა ზოგადად მსგავსების ღონისძიებებზე. მე პირადად მოხარული ვარ, იქიდან გამომდინარე პირადად გავიცანე მინისტრი იყო ჩვენთან ჩამოსული რეგიონში. ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდა და აშკარად ბედნიერები დავრჩით იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი შეხვედრიდან უახლოეს პერიოდში შედეგიც დაიდო, იქიდან გამომდინარე ბავშვების მიმართ ყურადღება გამოიჩინეს, გამოუგზავნეს ასე ვთქვათ სპორტული ინვენტარები, ფორმები, კენდუსები და ძალიან მოხარულები არიან ბავშვები. ავი ლატვიაში საერთაშორისო ტურნირზე, სადაც დავეკავე პირველი ადგილი. დიდი კონკურენცია იყო, თუმცა მაინც შევძელი გამარჯვების მოპოვება. გამოდივარ აფხაზეთის სახელით ტურნირებზე, აფხაზეთსაც ბევრჯერ ვასახელებ.